ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასაც ითვალისწინებდა, სრუტე სრულად გახსნილი ჯერ კიდევ არ არის. მსოფლიო მასშტაბით კი კვლავ არსებობს კითხვები თუ რამდენად შეძლებენ სატვირთო გემების სრუტის გავლას. ირანული მხარე ამტკიცებს, რომ შეთანხმების ფარგლებში ირანს უფლება აქვს ნებისმიერ სატვირთო გემს, რომელსაც სრუტეში გასვლა სურს, გადასახადი დაუწესოს. ასობით გემის სრუტეში გავლის ნებართვას ირანისგან კვლავ ელოდება. ვაჭრობის მონაცემებისა და ანალიტიკური პლატფორმა კლეპერის ცნობით, ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის პირველ დღეს ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ 4 გემმა გაიარა. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ომამდე არსებულ სტატუს-კვოს არ დაუბრუნდება. მისივე განცხადებით, სრუტე ირანის სამხედროებისა და სხვა ირანული უსაფრთხოების სტრუქტურების კონტროლის ქვეშ დარჩება. კონსტიტუციის მიხედვით ყველა ხელშეკრულება, შეთანხმება და პროტოკოლი უნდა დამტკიცდეს ისლამური საკონსულტაციო ასამბლეის მიერ. რაც ახლა ამ გეგმაში აუცილებელია და რასაც განსაკუთრებულად უნდა გაუსვათ ხაზი არის ის, რომ ჰორმუზის სრუტე არ დაუბრუნდება ომამდე არსებულ სისტემას. ჩვენ ეს მკაფიოდ განვაცხადეთ. ამ კანონის დამტკიცების შემდეგ ჰორმუზის სრუტე საბოლოოდ გადავა შეიარაღებული ძალებისა და სხვა უსაფრთხოების სტრუქტურების სრული კონტროლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ვახსენებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პატივცემულ მოსახლეობას, რომ ახლაც ჰორმუზის სრუტეში ყველა გადაადგილება, მოძრაობა და მიმოსვლა ჩვენი შეიარაღებული ძალების მკაცრი, ზუსტი და გაანგარიშებული კონტროლის ქვეშ არის. ირანის ამ პოზიციას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არ ემხრობიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიდგომას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. ევროპელ ლიდერებს კი სჯერათ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ დაწესებულ ნებისმიერ გადასახადს არაპროგნოზირებადი ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოხვდეს. შესაბამისად, სრუტეში თავისუფალი გადაადგილება უნდა აღდგეს, როგორც ეს 28 თებერვლამდე ომის დაწყებამდე იყო.